მე ვარ მარიმ ჭედლიძე, ტანძიდან. მყავს 3 შვილი. ჩემი პროფესია მძღოლი. მძღოლი ვარ. 2 წელია რაც ვმუშაობ თვითონ ბოლნისში. ბოლნისშივე მინდოდა პირველ რიგში, თბილისიდან იყო რაღაც ისე შემოთავაზება, მაგრამ წამოვედი ბოლნისში. ალბათ იმიტომ უფრო რომ სხვა ქალებისთვისაც სტიმული გავხდარიყავი. თავისუფლად შემეძლოდაც დავრჩენილიყავი მე მუშაობა, მაგრამ აქ მინდოდა რომ კიდე აქაურებს ვენახე გავეცნე. უფრო იმ მხრიდან რომ შეგვიძლია. სწავლების პროცესი, აი ვერ საერთოდ არც ვიტყვი, რომ იყო რთული, ის იყო ძალიან სასიამოვნო ჩემთვის და ის დღეები ისე კარგად მახსენდება, როგორც სკოლის დღეები გაიხსენო ხოლმე და რავი, ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი. სირთულე იქ, საერთოდ არაფერი არ მქონია. ვერ ვიხსენებ. ხალხის რეაქცია, ძალიან გაკვირვებული სახეები. აი უკმაყოფილება არა, უფრო საინტერესებდათ როგორანაირად. რავი, ერთ კურიოზსაც გავიხსენებდი. პირველ დღეს რო გამოვედი ხაზზე, მოვდივარ გაჩერებასთან, მხედავს ხალი იწერს პირჯვარს ამ ავტობუსში. რომ უნდა ავიდეს და იმგზავროს გოგოსთან ერთად. მაშინ ახლა იყო ესე რომ ხალი საჭესთან ვერ წარმოედგინათ. და მithumetes ახლა ავტობუსზე და იწერს პირჯვარს ამოვიდა. მეორე, შევასრულე ის ხაზი და უკან რო დაუბრუნდი, იგივე ხალი შემხვდა და შეფასება მომცა რომ ყოჩაღო რა კარგი გოგო ყოფილხარო. ხალი საჭესთან აუცილებელიც არის. უფრო სხვანაირები ვართ და თვითონ მგზავრებიც აღნიშნავენ ამას. რომ რავი, აი თქვენთან რაღაცნაირად რომ შვიდად ვართ, თვითონ გაჩერება ესეთი, რავი რა, საჭიროა. მე ვფიქრობ, რომ საჭიროა. მანქანის სიყვარული კი, ბავშვობიდან. მამიდან გამომდი, მამასთან მქონდა ძალიან ახლო ურთიერთობა ხოლმე და ძალიან უყვარდა მამასთან ესე კონტაქტი და რაღაც. ხო, მამიდან გამომდინარე, ისე რომ მე მაშინ მანქანა აი ესე მეტარებინა გამემართა არა. 2017 წლიდან ავიღე მართვის მოწმობა და მაშინ დავიწყე საჭესთან ჯდომა. მაგრამ სიყვარული მქონდა. რაღაცა ოცნებები მქონდა უფრო და ოცნებებში წარმომედგინა ხოლმე. თბილისში რო შევხვდებოდეს მწვანე ავტობუსებს, აი სულ ჩემ ოცნებაში და ფიქრებში იყო რომ ერთ დღეს აუცილებლად გავხდებოდი ხალი მძღოლი. ჩემი შვილები ახლა ისეთი ასაკშიც არიან, ზრდასრულები არიან. ჩვენ რავი, კარგად შევუთავსეთ კი არა და ერთ დღეს ისე ხუმრობით რო ვთქვი რომ ამ პროფესიას ვტოვებ, სუყვება აი მე რას ამბობ როგორო არაო და რავი, დედობაც კარგად შევუთავსე. კარგად ვარ. პრობლემა არ აქვს. მათ მეგობრებს ახლა ანა მარია პრობლემებია კიდეც ხოლმე, მე რა მაგარი დედა გყავს და ესეთი აღმოჩენილი სიტყვებით არის ხოლმე. აი ცუდი რა ეს სიტყვაც არ მინდა ესე გამოვიყენო მხრივ, მაგრამ აი რაღაცა მინუსით არასოდეს არავის შეფასება არ ქონია. ბოლნისში თუმეტეს, თბილისთან ცოტა შეღება მქონდა ხოლმე, მაგრამ ბოლნისში რავი, ჩემი მგზავრების ყველა მეყვარს. ვაფასებთ ერთმანეთს. კი. მე რომ ამ სამსახურზე უარი მეთქვა, აი ვერ საწარმომედგინა ჩემი თავი და რაც გვინდა ის უნდა გავაკეთოთ აუცილებლად. ეს ჩემთვის არა მარტო შემოსავლის წყაროს, ჩემთვის სიამოვნებაა, მომწონს და რავი, რაც გვინდა უნდა გავაკეთოთ, უნდა ვცადოთ და აი ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ოცნებებისთვის. პირველ რიგში. აი აუცილებლად გამოგვივა. აი მე ისეთი მრავალმხრივი ადამიანი ვარ, რომ აი ყველაფერს უყურებ. ყველაფერ აი მუშაობდი პარალელურად სანამ აქ მოვიდოდი საბავშვო ბაღში აღმზრდელად. 6 თვე ვიყავი ბავშვებთან და რავი, მგონი იქაც ისე შევაყვარე ბავშვებს თავი რომ არც უნდოდა ჩემი გაშვება. მაგრამ ის პერიოდი მე სადაც მუშაობდი, მე თან მუშაობდი, თან ავტობუსს ვსწავლობდი. პარალელურად აქ მორჩებოდი სამსახურს, ღამეც წავსულ ვარ, რომ ამისთვის მიმექცია ყურადღება და ეს არ დამრჩენოდა, თორე
აი ისეთი დავრეგისტრირდი მანდ უარი რომ მეთქვა ამ სამსახურის გამო აქ ვეღარ მოხვდებოდი ვერანაირად, ამიტომ ყველანაირად ვეცადე რომ სამსახურთან შემეთავსებინა სწავლებაც. თავი არ დავზოგე და ვიბრძოლე და გამომივიდა და ეხლა ამ ორ პროფესიას შორის არჩევანი რო გავაკეთო, ისევ ამას ავირჩევ, ავტობუსი. ეს არის ჩემი. აი რაღაცნაირად მივხვდი რომ ეს არის ჩემი. უკვე ვერსად ვეღარ ვიყურები. ალბათ ჩემი თავი აქ ვიპოვე. ყველაფერი ერთად. როდესაც მძღოლი ხარ, საჭეც მოგწონს. მგზავრები ხომ? კი, აი მგზავრთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. ჩემი მგზავრები სულ ყველა მიყვარს, ეგ აღნიშნე. ნუ ყველაფერი ერთად ხო? აი გახის მომენტი ქოჩიან, აი ბოლისის ავტობუსის ხაზი. ხასთან? ის ყოველდღე ერთად ვერ ვიღლებიო, კი. 8 საათი და 8 საათამდე გაუჩერებლად. ვერ ვიღლებიო რომ თქვა ეს არის ტყუილი, მაგრამ ეს არის დაღლა, მაგრამ არის სასიამოვნო დაღლა. რო ხამდება ხოლმე ვაიმე როგორ დავიღალე და ეს საყს რომ ვინატრებ და მოდის უკვე ის პერიოდი რომ უკვე უნდა გავჩერდე გარაჟში შევიდე, მინდა რომ ის ღამეც ვიმუშაო, მაგრამ დაღლილი ვარ. დანებება არა, ბოლნისში უნდა ვიყო. ნუ თუ სხვა რაღაც რესურსები მექნება უფრო მაგმხრივ განვითარდე, შემიძლია რაღაც ნაბიჯები გადავდგა. რა თქმა უნდა. ახლა ხან ჩავაბარე რაღაც დიდი მანქანების კატეგორიებიც დავიმატე, C კატეგორია. C კატეგორიის შემდეგ აღარ ვიცი საწავიდე იმდენად მიყვარს ეს რომ სულ ყველგან. C კატეგორიის შემდეგ E კატეგორია ხდება, ეს არის ცოტა უფრო ისეთი სატრანსპორტო საშუალება. ისევ ავტობუსებში ალბათ, იმიტომ რომ თბილისს ყავს ავტობუსი ეს გარმუშკას, ჭყალებში ავიღებ ამ სიტყვას გარმუშკა ავტობუსებს ჭირდება E კატეგორია. და ეს E კატეგორიებით მივყვები, აი მანდამდე რომ მივიდე, მაგრამ ბოლნისში არ ყავს ეს ავტობუსები, მაგრამ რა ვიცი, მაინც წინ ვიხედები. ჩემი პროფესია და იქ უნდა განვითარდე, სადაც ვარ. სხვაგან მე თავი ვერსად ვერ წარმომიდგენია. მეუღლის რეაქცია კარგი. უარი და უკან რავი არა, პირიქით. ის იყო ჩემთვის რაღაცა ძალა, რომ თვითონაც სიამოვნებდა. მე რო საჭესთან ხედავდა ხოლმე, თვითონაც სიამოვნებდა, რაღაც მანქანით რომ მივაკითხო, წამოვიყვანო. ნუ არის კაცების კატეგორია, რომ არ მოსწონთ ეს, მაგრამ ჩემი მეუღლე პირიქით გვერდში დამიდგა. მაგრამ წინააღმდეგობა დედისგან წამოვიდა, ნუ როგორ უნდა იმუშაო დედა და ქალებისგან უფრო, რომ როგორ უნდა იმუშაო გარაჟი ისეთი რაღაცა, რომ იქ მამაკაცები მუშაობენ და ძირითადად მამაკაცებთან იქნება შეხება, მაგრამ ჩვენ ქალებმა ის ნაბიჯით თუ არ გადავდგეთ, ის კაცები ყოველთვის იქნებიან. ამიტომ ქალი და კაცი თანასწორები ვართ. ერთი ქალი იყო, ნუ ასაკოვანი ქალი და ჩემი მართვის მოწმობა ნეტარისთვის, ნეტა ესე გამომეყენებინა ამ მიზნებისთვის, ნეტა ესე მეფიქრა. მაგრამ ვერ იფიქრებდი, იმიტომ რომ არ ვიცი, რაღაცნაირად ჩაკეტილები ვიყავით იქ, რომ აქ აუცილებლად კაცი უნდა ყოფილიყო. მაგრამ რა ჩვენც ვარ, შევძელით. ჩვენი თანამშრომლობა აი რაღაც სასწაული. ძალიან მიყვარს მათთან თანამშრომლობა, მათი გვერდში დგომა. ჩვენი უფროსობა, უფროსი ნაწილი რაც არის, მათთანაც რაღაცნაირად ვერ ვგრძნობ, რომ ვიღაცა ჩემზე უფროსია. არ გვაქვს ეს. რავი, ჩვენი მძღოლები ძალიან გვერდში დაგვიდგნენ, დამიდგა პირველ დღეებში მით უმეტეს, როდესაც დავიწყე აქ მუშაობა. კი, ორი ქალი მძღოლი ვართ. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქეთ წამოვსულიყავი, რომ რავი, სხვებისთვისაც სტიმული ყოფილიყავით. და სხვათა შორის ეს იდეები უკვე წამოვიდა, ნუ არის რაღაცა ისეთი, ის რომ მე თვითონ მინდოდა იმ სფეროში, აღარ მინდა იქ სახელების გაჟღერება, იქ წავსულიყავი და ეს სამსახური იქ მქონოდა. მაგრამ მითხრეს, რომ აქ ქალი მძღოლები არ მუშაობენო და შესაბამისად ვერ მივიღებთო. ნუ გავიდა რაღაცა პერიოდი და მეკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ჩვენ რო ეს ჩავთვალეთ ძალიან დიდ პრესტიჟადო და შესაბამისად პირიქით, ეხლა ვეძებთ ქალ მძღოლებსო. მამაკაცი უფრო ცოტა რაღაც სიძლიერესთან არის დაკავშირებული და ამ ხელა ავტობუსზე პატარა ქალი ატარებს. და რაღაცნაირად სინაზე ის ქალი მაინც ქალია და ვერ წარმოუდგენიათ ამ სფეროში რომ ამ ხელა მანქანა როგორ უნდა მართო.
აუცილებელიც არის, როდესაც ეს ნუ სამსახურები და არის სამსახურები, რომ ვერ გადიან, ვერ მუშაობენ, აქვთ რაღაცა დაბრკოლებები, თუნდაც აქ რო უნდოდეთ მოსვლა, უნდა მოხვიდეთ, უნდა მოვიდნენ, უნდა გადაწყვეტონ.